გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, 2024 წელი 2 კვირის წინ დავასრულე და 2025-ს მაშინვე წარმატებულად დავიწყეთ. 2024 ძალიან მღელვარი და უცნაური წელი გამოდგა, სხვათა შორის ისევე როგორც იმის წინა წელი. ფაქტობრივად, ყველა წელი თავისებურად მღელვარი და უცნაურია. კოვიდის წლებშიც როდესაც მთელი სამყარო გასული იჯდა, მაშინაც კი იგრძნობოდა მღელვარება და უცნაურობა. დარწმუნებული ვარ, ეს წელი საკმაოდ რყევადი და ამაღელვებელი იქნება. კონკრეტულად, როგორ იქნება 25 წელი, არ ვიცი და ეჭვმაქ არავინ იცის. კი ვიტყოდი, რომ ეს წელი აუცილებლად იქნება მშვიდობისა და დოვლათის წელი, მაგრამ ამის გარანტია არ მაქვს. ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყოს და ამას ყველა ნორმალური ადამიანი ისურვებდა, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს არანორმალურისგან განსხვავებით უნდა მშვიდობა, სუფთა ჰაერი, ჰარმონია, სიკეთე, ღიმილი და მოგზაურობა ცხრამთას იქით. ისიც ვიცი, რომ მთელი პროგრესული კაცობრიობა ამაზლის 20 იანვარს ელოდება იმ იმედით, რომ სიტუაცია შეიცვალოს. დიახ, სიტუაციის შესვლას ველოდებით ზუსტად 20 იანვრიდან, რადგან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება და დაიწყება ბატონი ტრამპის პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადის ათვლა. და ყველას გვაქვს იმედი, რომ ახალი პრეზიდენტის შეცვლის არსებულ გარემოებას, რომ იკლებს დაძაბულობა, რომ ყველა ომი შეწყდება, რომ კაცობრიობა გონს მოეგება და ისევ ნაცადი ტრადიციების გზით ივლის. არსებული ტრადიციები არ იყო ცუდი ტრადიციები. კაცობრიობამ 2000 წელი არა იმ ტრადიციებით და მეტნაკლებად კარგად გაჰქონდა თავი. სხვათა შორის იმ ტრადიციების ჩამოყალიბებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა და მოულოდნელად და უცებ არ დანერგილა. ძველმა ტრადიციებმა დროს გაუძლეს, უამრავ ჰიფათსა და გამოცდას დაუძრნენ და რაც და ვინც დღეს ვარ, სწორედ რომ ტრადიციებს უნდა ვუმადლოდეთ. ვიტყვი, რომ 2000-მა წელმა ყველაფერი კარგი შემოინახა და ყველაფერი ცუდი კი მეტნაკლებად მოიშორა. აი, ასე ბანალურად და პრიმიტიულად ვთქვი ის, რასაც ფიქრობ. რატომ უნდა ვიღაცას ან ვიღაცებს ამ ტრადიციების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა და მოსპობა? არ ვიცი, რა არ მოეწონათ, რა დაიწუნეს, რატომ გადაწყვიტეს, რომ ძველის ტრადიციulis გაუქმება ყველას ეამება, ვერ ხვდები. არ კი ხვდები, მაგრამ ხმამაღლა არ ვიტყვი. მეგობრებო, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები აუცილებელია და ძალიან გვიადვილებს ცხოვრებას. მაგრამ ნანო ტექნოლოგიებმა ცხოვრება უნდა გაგვილამაზონ და შეგვიმსუბუქონ და არა თავდაყირა დაგვაყენონ. ადათ-წესები და ზრდილობა მოგვიშალონ და ამის შედეგად ავტობუსში უფროსებს ადგილი აღარ დაუთმოთ. ისე ამას სიტყვის მასალად კი არ ვამბობ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მიწევს ჩახჩახი და ხედავ, რომ ხანში შესულ მგზავრებს ადგილს ისევ ხანში შესულებივე უთმობენ. ახალგაზრდები კი სხედან და ტელეფონებს ჩახკირკიტებენ. ეტყობა იქ ეძიებენ პასუხებს თავიანთ ცხოვრებისეულ კითხვებზე. იმას ვამბობდი, რომ არ ვიცი რა მოხდება ამ წელს, ერთი რამ კი ვიცი, ასიანი, რომ ნაცების რუსული ისტერიკა გაგრძელდება, რადგან მათ ახალი ვერაფერი მოიფიქრეს და ვერც მოიფიქრებენ. და მათი ისტერიკა მანამდე გაგრძელდება, სანამ ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი მეტასტაზებით არ გასამართლდება და არ ჩაბარდება პატრონს. დიახ, როგორც კი ჩაბარდება, გარწმუნებთ, რომ რუსეთისკენ ჰიპოთეტური მსვლელობაც დასრულდება. მეგობრებო, ახალი წლის არ დადაგებიც გადავაგორეთ, დავისვენეთ, გამოუფხიზლდით, გამოვიძინეთ და ახალი ძალებით მზად ვართ ისევ და ისევ შევერკინოთ ყველანაირ სიმახინჯესა და მავნებლურს. იმედია, რომ ამ წელსაც ერთად გავატარებთ, ერთმანეთს გავუღიმებთ, მოვეფერებით. ერთმანეთს თვალსაც ჩაუპაჭუნებთ. ოღონდ არა გახარიასებურად, არა
ნიშნის მოგებით, არა დამცინავად, არამედ უფრო ლაღად, უფრო ადამიანურად და უფრო ბუნებრივად. და აუცილებლად ვილაპარაკებთ ამა თუ იმ მოვლენაზე და გვერდიდან შევხედავთ ყველაფერი იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება. გვერდიდან, რათა სხვა რაკურსით დავინახოთ თუ რა გვნებს და რა გვახარებს. და იმედია, რომ გასახარებელი გაცილებით უფრო მეტი გვექნება ვიდრე სანანებელი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.